უკრაინის პრეზიდენტი მზადაა 15 მაისს სტამბოლში კრემლის ლიდერს შეხვდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დღეიდან რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას ელოდება, ხუთშაბათს კი მზად არის პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართოს. კიევი რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის სრულად შეწყვეტას ითხოვდა, პუტინმა კი უკრაინულ მხარეს 15 მაისიდან სტამბოლის ფორმატის მოლაპარაკების აღდგენა შესთავაზა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინულ მხარეს პუტინის წინადადებაზე დათანხმებისკენ მოუწოდა. ხვალიდან ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას, ეს წინადადება მაგიდაზია, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რამაც საფუძველი უნდა მიცეს დიპლომატიას. უკრაინა და პარტნიორი ქვეყნები დიდი ხანია ამ წინადადებით გამოდიან, მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს, ველოდებით პასუხს რუსეთისგან. მათ მაინც მოუწევთ ომის დასრულება. ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, რუსეთს სანქციებს გაუმკაცრებენ. 15 მაისს მე ვიქნები თურქეთში და დაველოდები პუტინს. იმედი მაქვს, ის ამჯერად არ დაიწყებს მიზეზების ძებნას. ჩვენ მზად ვართ ლაპარაკობთ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს.